გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი გვეწვია სტუდიაში სტუმრად. საღამოშიდობის. დიდი მადლობა მონაწილეობისთვის. პროგნოზი უჭირდათ ანალიტიკოსებს ამ არჩევნების გამომდინარე იქიდან, რომ ორბანს ჰქონდა რესურსები, ადმინისტრაციული და სხვა სახის, მაგრამ რა მოხდა ისეთი თქვენი აზრით, რაც ერთი დღით ადრეც არ ჩანდა, რომ ასეთი მასშტაბი ჰქონდა, როდესაც ორბანმა არჩევნებზე მიიღო კატასტროფული შედეგი. ამას ბევრი ასე პირდაპირ ვერ წინასწარმეტყველებდა ანალიტიკოსებიდან და მაინტერესებს რა იყო ის, რაც იმალებოდა, ასე ვთქვათ, ამ საფუძველში, რამაც განაპირობა ასეთი მძიმე შედეგი ორბანისთვის. გამარჯობა, მიესალმებით მაყურებელს. პრინციპში ბევრი რაღაცა იყო. უნგრეთის არჩევნები არ იყო ცალსახად და ძალიან მარტივი, რომ ჩვენ გამოვყოთ ერთი გამარჯვების ფაქტორი, იყო მთელი რიგი მიზეზების, რატომაც ორბანმა ვერ მოახერხა საკუთარი ადმინისტრაციული რესურსის ისე გამოყენება, რომ საკმარისი ყოფილიყო არჩევნების მოსაგებად. რამდენიმე თეზისი შეიძლება გავუყოთ. მოდი დავიწყოთ პირველი საარჩევნო სისტემით, რომელიც იყო მკვეთრად ორბანისკენ გადახრილი და წინა არჩევნებში ზუსტად ასე მოიპოვა მან ის აბსოლუტური უმრავლესობა, რომელიც მას ჰქონდა, მადიარმა მოახერხა და ამ პრობლემური საშინელი საარჩევნო სისტემის პირობებში გაიმარჯვა თითქმის ყველა მაჟორიტარულ ოლქში. ან ჩვენ კონტექსტზე რომ გადმოვიტანოთ, ოპოზიციამ რომ გაიმარჯვოს მაგალითად საჩხერეში. ეგეთი რაღაცას მოხდა, ის ოლქი, რომელიც იყო ვიქტორ ორბანის მშობლიური ოლქი, სადაც უზარმაზარი თანხები ჩაიდო ევროკავშირის ბიუჯეტიდან, უნგრეთის ბიუჯეტიდან, ეს ოლქიც კი მოიგო მადიარმა. რამ გამოიწვია? გამოიწვია იმან, რომ იყო ძალიან თანმიმდევრული ამ კამპანიის დაწყებიდან, თავიდან დაიწყო ერთი პატარა პიკაპით, რომელთაც დადიოდა რეგიონებში, შემდეგ ამ ყველაფერს დაემატა უკვე სერიოზული პარტიული სისტემის შექმნა და რა თქმა უნდა ორბანის შეცდომები. კამპანია, რომელიც აწარმოა ორბანმა, იყო საშინელი, ეს იყო გამეორება იმ კამპანიის, რომელიც მას ჰქონდა 4 წლის წინ და რომელიც ჩვენთვის ძალიან კარგად არის ნაცნობი, როცა აიღეს ჩვეულებრივ ერთი ადამიანი გამოაცხადეს მტრად, ყველაფერი დაამბრალეს ამ გამოგონებულ მტერს და შემდეგ თითქოს ორბანმა თქვა, რომ აი მე ვიქნები ამ გამოგონილი მტრისგან მთავარი მცველი, მთავარი ფარი უნგრეთს. ერთხელ იმუშავა, ორჯერ იმუშავა, მესამეჯერ უნგრელებმა თქვეს, რომ გვეყო სიგიჟე არის, იმიტომ რომ მართლა სიგიჟე იყო და ის იდეები, რომ აი ზელენსკი იყო მთავარი ოპონენტი, რომ ზელენსკი ებრძოდა უნგრეთს, უნგრელებმა დაინახეს, რომ ეს ყველაფერი იყო ტყუილი, არანაირი გლობალური ომის პარტია, Deep State, George Soros და ასე შემდეგ. უნგრეთში არ იყო, უნგრეთში იყო ერთი კორუმპირებული ადამიანი, ეს ადამიანი არის ვიქტორ ორბანი, რომელმაც ჯერთი უნგრეთის იდენტობას დაარტყა, როდესაც პუტინს გამოუცხადა, რომ არის მისი პატარა თაგუნია. ამანაც რა თქმა უნდა იმოქმედა სიარტოს ჭორაობამ ლავროვთან და ის რომ სიარტო მთელი ამ დროის განმავლობაში და უნგრეთი ანუ ცდილობდა რომ დაეცვა რუსი ოლიგარქები და არა მარტო ოლიგარქები, გამოდის რომ მათი ოჯახის წევრების ჩვეულებრივი მომსახურე პერსონალი იყო უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელსაც გამოყავდა რუსი ოლიგარქის დები, ძმები, ნათესავები სასანქციო სისტემაში. კი ბატონო გიორგი, აი აქ არის ერთი საინტერესო საკითხი, რადგან შევეხეთ იმ ადამიანს, რომელმაც დაამარცხა ორბანი ამ არჩევნებში. ეს არის, ასე ვთქვათ, ფიდესიდან წამოსული პოლიტიკოსი, მადიარი. რამდენად მნიშვნელოვანი იყო სწორედ ასეთი ფიგურა იმისთვის, რომ მერყევი თუ გადაუწყვეტელი ამომრჩეველი, ან ორბანით განხიბლული ამომრჩეველი წასულიყო სწორედ ოპოზიციისკენ. როდესაც მას უნდა თან სტაბილურობის შეგრძნება, თან ცვლილება ამასთანავე და ეძებს კანდიდატს, ვინ შეიძლება იყოს ასეთი. მოერგო თუ არა იდეალურად აი ამ სიტუაციას სწორედ მადიარი იმიტომაც, რომ ის იყო ადრე ფიდესის წარმომადგენელი, იყო იქიდან წამოსული, გარდა იმისა, რომ კარგი საარჩევნო კამპანია აწარმოა. დავიწყოთ იმით, რომ მადიარი არა მარტო ფიდესიდან წამოსული არის, მისი ოჯახი საკმაოდ ცნობილი არის უნგრეთში, მისი წინაპარი იყო ქვეყნის პრეზიდენტი, შესაბამისად, აქაც ჩვენ ხედავთ, რომ ის არ იყო ციდან ჩამოვარდნილი. ფიდესთან მისი ურთიერთობა იყო ძალიან თავისებური, ეს იყო უფრო მისი მეუღლის ურთიერთობა, რომელმაც პედოფილური სკანდალის დროს, როდესაც ორბანმა დაიცვა პედოფილები და გამოიყვანა საკუთარი მომხრე დარტყმიდან, აი ამ პერიოდში ზუსტად მან შეერჩია ძალიან სწორი დრო, გავიდა ამ პარტიიდან, იმიტომ რომ მართალია პედოფილების დაცვაზე უარესი არ ვიცი რა შეიძლება იყოს. ამიტომაც ის გავიდა პარტიიდან და თქვა, რომ დაიწყებდა საკუთარ მოქმედებას. მე ვიტყოდი, რომ მისი მთავარი
მთავარი და ყველაზე საინტერესო მომენტი იყო ის, რომ ის არ მოდიალობდა სისულელებს. მან აირჩია ფოკუსი, ეს ფოკუსი იყო უნგრელების ყოველდღიური პრობლემები და ამ დროს არ გადადიოდა მაგალითად არის უნგრეთის ოპერაში რა დადგმა იყო და რატო იყო ცუდი, ამაზე კომენტარსაც კი არ აკეთებდა. უშვებდა გარკვეულ შეცდომებს, მართალია, რამდენიმე პროვოკაცია მოუწყეს იმ სოფლებში წესის დადიოდა არაერთხელ. ზოგს ამოეგო, ზოგს არ წამოეგო, მაგრამ მე მან მოახერხა ბოდიში აქვს მოხდილი და შესაბამისად ის გამოჩნდა ადეკვატურ, ნორმალურ ადამიანად, რომელსაც შეიძლება ჩააბაროს სახელმწიფო. და როგორც კი უნგრეთში წარმოიშვა ეს ალტერნატივის შეგრძნება, რომ ეს ადამიანი რაღაცა გიჟი იდეოლოგიით შეპყრობილი კი არ იყო, არამედ იყო ნორმალური ადამიანი, რომელსაც ადარდებდა უნგრელების პრობლემები, რომელსაც ვიქტორ ორბანმა მოუწყო არაერთი პროვოკაცია, რომელიც ყველანაირად ცდილობდა მის გაშავებას, წარმოუდგენელი ტალახი ესროლეს ამ კამპანიის პერიოდში და ახლა აგრძელებენ აგერ ქართული ოცნების სტროლები იმეორებენ მარია ზახაროვას მესიჯ ბოქს მის შესახებ, რაც არის სრულიად კომიკური რა თქმა უნდა. როგორ იქცეოდა, ესეც საინტერესო საკითხია, კი გამოჩნდა ფიგურა პოლიტიკოსი ალტერნატივის სახით, მაგრამ როგორ მოიქცა უნგრეთში ოპოზიცია, ის ოპოზიცია, რომელიც უპირისპირდებოდა წლების განმავლობაში ორბანს, მაგრამ მას ვერაფერი მოუხერხა 16 წლის განმავლობაში. ერთი არის მადიარი, რომელიც 2024 წლის შემდეგ დაუპირისპირდა ორბანს, მაგრამ იქ იყო ოპოზიცია მანამდე, მადიარამდე. აი ეს როგორ შეეთავსა ერთმანეთს? საკმაოდ ცუდად თავიდან, იმიტომ რომ რა თქმა უნდა ოპოზიციური პარტიები, რომლებიც იბრძოდნენ 10 წლების განმავლობაში, მათ ჰქონდათ საკუთარი ამბიციები, საკუთარი სურვილები, მაგრამ საბოლოო ჯამში, როდესაც ყველა მიხვდა, რომ მადიარის რეიტინგი იყო მზარდი, ხოლო სხვა ოპოზიციური პარტიების რეიტინგი არა მარტო მზარდი, არამედ პირიქით კლებადი იყო, არის ეგეთი პარტია მომენტუმი, ძალიან კარგი ხალხი არის იქ და მომენტუმმა შეკრიბეს პოლიტიკური საბჭო და გადაწყვიტეს, რომ ახლა გადასარჩენი არის უნგრეთი, ახლა ორბანი უნდა წავიდეს და ამიტომ მათ გადადეს საკუთარი პოლიტიკური ამბიციები გვერდზე, არ მიიღეს მონაწილეობა საპარლამენტო არჩევნებზე, რითაც დაკარგეს საპარლამენტო პარტიის სტატუსი, მაგრამ სამაგიეროდ მათ აჩვენეს მაგალითი სხვა პარტიებს საკუთარი ეგოს გვერდზე გადადებით და შესაბამისად ახლა უკვე ყველა მთელი ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა მადიარის ფიგურის უკან, რაც რა თქმა უნდა არის კარგი და სწორი, იმიტომ რომ ახლა უნგრულ დემოკრატიას აქვს შანსი. ორბანის გამარჯვების შემთხვევაში ეს იქნებოდა ავტოკრატია. დიახ, აი ახსენეთ სიტყვა ავტოკრატია. დაადასტურა თუ არა კიდევ ერთმა ძლიერმა გარემოებამ, შეიძლება მთავარმაც, რომ ევროკავშირში შეიძლება გინდოდეს იყო ავტორიტარიან დიქტატორი, მაგრამ ეს ვერ მოხდება, რომ საბოლოო ჯამში შენს ამბიციასთან, რომ დიქტატორი იყო დამარცხდები. რა თქმა უნდა, ევროკავშირი არის დემოკრატიული სივრცე. მადიარი არის ევროდეპუტატი. შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ ორბანს ძალიან უნდა მისი დაჭერა, ვრცელდებოდა ევროპარლამენტის მანდატი, შეუხებლობა და შესაბამისად მადიარის დაჭერა ორბანს ფიზიკურადაც არ შეეძლო, რომ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან უნდოდა. ზოგადად ევროკავშირს აქვს ტრანსფორმაციული ეფექტი. შეიძლება არსებობდეს ულტრამემარჯვენე ძალები, ულტრამემარცხენე ძალები, მე ხშირად მიყვარს გერმანიის მაგალითი. არსებობს ლამის ნაცისტური პარტია AfD, ქართული ოცნების უახლოესი მეგობრები და არსებობს კომუნისტური პარტია Die Linke, რომელთანაც ჯერ ქართულმა ოცნებამ ვერ იპოვა გზა, მაგრამ იპოვიან ეჭვი. და ამის მიუხედავად გერმანიაში არსებობს უძლიერესი დემოკრატიული სივრცე. ფრიდრიხ მერცი არის ქრისტიან-დემოკრატი კანცლერი, არსებობენ სოციალისტები, ლიბერალები და ეს ყველაფერი მუშაობს ერთმანეთში და ეს ტრანსფორმაციული ძალა და ჩამოყალიბება ქვეყნის ნორმალურ დემოკრატიად, რა თქმა უნდა, ამას გვაჩვენებს. ეს დემოკრატიული მდგომარეობა უზრუნველყოფს თან იმას, რომ ის პარტიები, რომლებიც ახლა თქვენ ჩამოთვალეთ, ვერასდროს ვერ მოდიან ხელისუფლებაში. ბუნებრივია და რომს მოვიდნენ, მაგალითად ულტრამემარჯვენეები დანიაში იყვნენ სამთავრობო კოალიციის წევრები. შვედეთში დე ფაქტო არიან. და რა? არც შვედეთი არ გადაიქცა ნაცისტურ დიქტატურად, არც დანია. და აქაც თუ მოხდება გერმანიაში, ისინი შებორკილი იქნებიან, ასე ვთქვათ, დემოკრატიული სისტემით. ამაში არის ლიბერალური დემოკრატიის მთავარი სიკეთე, რომ შენ გაქვს შემაკავებლები, რომლებიც გიჟებს და ადამიანებს, რომლებიც არიან ავტორიტარიზმისკენ მიდრეკილები და რომლებსაც სურთ არის მეორე ნაცისტური, კიდევ ერთი ნაცისტური რაიხის აშენება, ვერ აკეთებენ ამას. ამიტომ გვინდა ჩვენს ევროპული სივრცე, რომ ეს ბერკეტები, ეს შემაკავებლები არსებობდეს და სახელმწიფო ზრუნავდეს ადამიანებს. ბატონო გიორგი, იცით რომ ამ სოციალურ ქსელებშიც მიადევნებდით ამას თვალყურს და ზოგადად მოსალოდნელიც იყო ასეთი დისკუსიის წარმოშობა, ერთგვარი შედარება
საქართველოში არსებულ სიტუაციას და უნგრეთში არსებულ სიტუაციას შორის. ჩვენ ავხსენით რა ტიპის ლიდერია მადიარი. აქ ცოტა სხვა მდგომარეობაა, მისი პოლიტიკური გზა სხვანაირია. ვიდრე აქ შეიძლება კონდეს ბევრს, ამიტომ მაინტერესებს თავარ განსხვავებებად რას გამოყოფდით თქვენ. რაღაცები შეიძლება გარეგნული მსგავსებები არსებობდეს რაღაც საკითხებში, მაგრამ არის ფუნდამენტური განსხვავებები, მათ შორის ის, რომ უნგრეთი არის ევროკავშირის წევრი, ორბანს თავისი ავტორიტარული გადახრები რამდენად შორს ჰქონდა უკვე და ივანიშვილი როგორი ძალაუფლების მფლობელია ქვეყანაში, რომელიც არ არის ევროკავშირის წევრი. აი ეს მინდა რომ რაღაცნაირად მსგავსებები და განსხვავებები აუხსნათ ჩვენს აუდიტორიას. მოდი დავიწყოთ იმით, რომ მიუხედავად იმისა, რომ ქართული ოცნება ძალიან ახლოს თანამშრომლობდა უნგრეთთან, იდეოლოგიურად ქართულ ოცნებას არ აქვს იდეოლოგია. დიახ. ორბანსაც ეგ იდეოლოგია მაინც არ აქვს, დაიწყო ლიბერალად, შემდეგ იყო ქრისტიან-დემოკრატი, მერე გახდა ულტრამემარჯვენე ავტორიტარი. ქართული ოცნება იყვნენ სოციალისტები, მერე საერთოდ რა იყვნენ გაუგებარია, ახლა უცებ გახდნენ ულტრამემარჯვენეები და ცდილობენ რომ აითვისონ ეროვნული ინტერესების ენა და კონსერვატიულად ისაუბრონ და ეგეც არ გამოსვლით, იმიტომ რომ მათთვის ეგ არის უცხო. ერთადერთი რაშიც იყო ეს იდეოლოგიური მსგავსება ოცნებას და ორბანს შორის ეს იყო პუტინისადმი დამოკიდებულება, რუსეთუმეობა და ის რომ ორბანი იყო ქართული ოცნებისთვის ფარი, რომელიც იცავდა მათ ევროკავშირის რეალური ქმედებებისგან. რაც ჩვენ საქართველოს მოქალაქეებს ძალიან ძვირი დაგვიჯდა, იმიტომ რომ ორბანის მავნებლობის გამო დადგა დღის წესრიგში ვიზა ლიბერალიზაციის საკითხი. ევროკავშირს ეგ არ უნდოდა, ევროკავშირს უნდოდა რომ კონკრეტული ადამიანები, რომლებიც არიან დამნაშავეები ანტიდემოკრატიულ ნაბიჯებში, რომლებიც არიან დამნაშავეები ჟურნალისტების ლამის სიკვდილამდე მიყვანაში რუსთაველზე. აი ამ ადამიანებთან მიმართებით დაეწესებინათ სანქციები, ორბანმა ეს დაბლოკა და ამის გამო მოუწია ევროკავშირს მოიფიქროს ეს დამატებითი მექანიზმები. სიტუაცია გარეგნულად, რა თქმა უნდა, არის გაკვეთილები, რომელიც ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ. ის რომ უნგრეთში შეერთებულ შტატების ჩართულობაც იყო, რუსეთის ჩართულობაც იყო, ევროკავშირის იყო მინიმალური, მაგრამ მიუხედავად ამისა, უნგრელმა ხალხმა მოახერხა საკუთარი ნების დემონსტრირება. ამას ემატება ის, რომ რა თქმა უნდა, არის საბაზისო გაკვეთილები, ის რომ აუცილებელი არის პარტიული დისციპლინა, აუცილებელი არის საკუთარი მესიჯების და გზავნილების კონკრეტული ფოკუსირება, თანმიმდევრულობა, რაც ერთხელ უკვე ახსენეთ და ხალხთან კომუნიკაცია. კი, რა თქმა უნდა, ხალხთან კომუნიკაცია და ამის გარეშე უბრალოდ არ გამოდის, ეს არის ფუნდამენტი. თუ ჩვენ საუბრობთ, რომ ჩვენ გვინდა საქართველოში არსებობდნენ ძლიერი პარტიები, აი ეს ჩამოვთვალეთ. ეს ფუნდამენტი არის ნებისმიერი პარტიის, გინდა საქართველოში, გინდა უნგრეთში, გინდა ზანზიბარში. მაგრამ რა არის ის, რასაც შეგვიძლია განსხვავებები დავარქვათ სიტუაციას თვითონ უნგრეთში, მაგალითად ის რის შესაძლებლობასაც სავარაუდოდ ივანიშვილი არ მისცემდა აქ თავის პოლიტიკურ ოპონენტებს, მაგრამ ამ ოპონენტებმაც რაღაცნაირად უნდა გაარღვიონ ეს, უფრო მეტი უნდა გააკეთო, ხო? ეს გაკვეთილები გასაგებია, მაგრამ თვითონ სიტუაციის შედარება რამდენად შორს არის ივანიშვილი წასული თავისი მმართველობით, თავისი ანტიდემოკრატიული მმართველობით და სად იყო ორბანი, აი გუშინდელ დღემდე. მე ვიტყოდი რომ დღეს ივანიშვილი და ორბანი იყვნენ მთლად ერთ დონეზე ვერ იქნებოდნენ, იმიტომ რომ ისევ და ისევ ევროკავშირის წევრობა ნიშნავს ძალიან ბევრ ბერკეტებს. როდესაც ორბანმა შემოიღო ეს რუსული კანონი და სხვა დრაკონული კანონები და მარაზმები, ევროპულმა სასამართლომ აიღო და გააუქმა ეს კანონები, იმიტომ რომ ანტიდემოკრატიულია თავისი ბუნებით. საქართველოში ჩვენ სამწუხაროდ ეს დამატებითი შემაკავებელი ბერკეტები გვაქვს გაცილებით ნაკლები. ამას ემატება ის, რომ საქართველოს და რუსეთს შორის ომი იყო 2008-ში, შესაბამისად გარკვეული შიშები, რომელიც არსებობს ჩვენს თანამემამულეებში, არის სრულიად ადეკვატური და ამას ჭირდება ოდნავ განსხვავებული პასუხების გაცემა. რაც უნგრეთში იყო სრული აბსურდი, რა უკრაინის შემოსევა. ხო კომედია არის, კომიკური არის, უკრაინა იცავს საკუთარ თავს რუსეთიდან. და მეზობელი ქვეყნის ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტის ბილბორდებით გაავსო მთელი უნგრეთი. რა თქმა უნდა, ანუ აი ამ არაადეკვატურობამაც სერიოზული დარტყმა მიაყენა და ზოგადად აი ამ კამპანიამ, რომელიც იყო ამაზრზენი თავისი ბუნებით და სრულიად გაუგებარი უნგრელებისთვის, ეხლა რა უკრაინის ჯარების შემოსვლა ბუდაპეშტში, ხო, კომიკური იყო ეს ყველაფერი და აბსურდული და ამიტომ ეს აბსურდიც იყო მნიშვნელოვანი, რამაც განაპირობა ორბანის დამარცხება. კიდევ ერთხელ, ამ ყველაფერს ემატება ის, რომ საქართველოში ავტორიტარიზმი არის განსხვავებული ბუნების. ორბანი
იყო ევროპული სივრცის ნაწილი, ევროპელი ავტორიტარი იყო, მოდი ესე ვთქვათ. საქართველოში ჩვენ გვაქვს პოსტსაბჭოთა აღქმა ძალაუფლების, პოსტ 90-იანი წლების განუკითხაობა და თან განუკითხაობა ქართულის კი არა, რუსული განუკითხაობა. აი ეს სემი ბანკირშინა, როდესაც რუსეთში ხდებოდა მილიარდების გაკეთება და ამიტომ პერცეფციების დონეზე, აღქმების დონეზე, ბრძოლის დონეზე სრულიად განსხვავებული სიტუაცია არის. თუმცა კიდევ ერთხელ ეს არნიშნავს იმას, რომ ჩვენ მადიარის მოქმედებებიდან გაკვეთილები არ უნდა გამოვიდეთ. და კიდევ ერთი შეკითხვა, ასე ვთქვათ, ქართულ ოცნებასთან დაკავშირებით და შემდეგ უკვე ამ არჩევნების ცოტა უფრო გლობალურ მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არ იყო არჩევნები, რომელიც მხოლოდ უნგრეთს ეხებოდა. ის უფრო ფართო გაგების არჩევნები იყო ევროკავშირის მდგრადობის შემოწმებისაც მათ შორის. თქვენ ახსენეთ, რომ ორბანი იყო ის ფიგურა და ეს ნამდვილად ასეა, რომელიც ევროკავშირს უქმნიდა პრობლემებს, ბლოკავდა მის ინიციატივებს, ვეტოს ადებდა, ასე ვთქვათ, უკრაინასთან დაკავშირებულ საკითხებს და კიდევ ერთი ორბანი იცავდა ქართულ ოცნებას. ორბანი იყო ქართული ოცნების ფარი. ქართული ოცნების ფარი. აი ახლა, როდესაც მოვიდა მადიარი, რამდენად შედის, ასე ვთქვათ, ქართული ოცნებისთვის სანქციების ან რაღაცა შეზღუდვების ევროკავშირის მხრიდან დაწესების პრობლემა მადიარის, ასე ვთქვათ, აი ამ სიაში, აი თუ კი ევროკავშირი გადაწყვეტს, რომ ქართული ოცნების წინააღმდეგ რაღაც ზომები გაატაროს, მადიარი როგორ მოიქცევა, ან მას რა ურთიერთობა შეიძლება კონდეს ქართულ ოცნებასთან. შეგვიძლია თუ არა რაღაც დაახლოებითი კონტურების შესახებ მაინც ვიმსჯელოთ ამ ნაწილში. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ევროპარლამენტის არაერთი რეზოლუცია, რა თქმა უნდა, ევროპარლამენტის რეზოლუცია არ არის სავალდებულო შესასრულებლად, მაგრამ ევროპარლამენტის რეზოლუცია არის ის იურიდიული ჩარჩო, რომელსაც შემდგომში ეფუძნება უკვე ევროპული საბჭო. ევროპული საბჭოს წევრი იყო ორბანი, გადაწყვეტილება მიიღება კონსენსუსით, შესაბამისად ორბანი ბლოკავდა მათ შორის ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციების რეალურ აღსრულებას. ახლა უკვე გასაგებია, რომ მადიარს არანაირი ინტერესი აღარ აქვს, რომ ეს ყველაფერი დაბლოკოს. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ საქართველოსა და უნგრეთს შორის ურთიერთობები იქნება ძალიან კარგი, ისე როგორც ყველა სხვა ევროპულ სახელმწიფოსთან და ქართული ოცნების მთავარი დანაშაული და ცოდვა იყო ზუსტად ეს, რომ მათ გააფუჭეს ჩვენი ქვეყნის ურთიერთობები გერმანიასთან, საფრანგეთთან, გაერთიანებულ სამეფოსთან, ვიცი რომ არ არის ევროკავშირის წევრი და სხვა ქვეყნებთან. როდესაც ერთ-ერთი უნგრეთი იყო, ვისთანაც უნგრეთი არ, ორბანი, ვისთანაც ცდილობდნენ კარგი ურთიერთობების შენარჩუნებას. ახლა უკვე ამ ვეტოს უფლების შემდეგ ქართული ოცნების ფარი არის ჩამონგრეული და ნებისმიერი ანტიდემოკრატიული ნაბიჯი, ნებისმიერი ანტიდასავლური რიტორიკა, რასაც ჩვენ ვისმენდით მათგან მთელი ამ დროის განმავლობაში, იქნება გაცილებით უფრო ძვირი და გაცილებით უფრო დიდი ფასის გადახდა მოუწევთ ამაში. დიახ, თქვენ ახსენეთ, რომ იყო ჩარევა სხვა ქვეყნებიდან, მაგრამ ევროკავშირიდან ჩარევა არ ყოფილა უბრალოდ ევროკავშირის იდეამ გაიმარჯვა უნგრეთში, ხომ? აი რა მნიშვნელობას იძენს ეს ევროკავშირისთვის ამერიკის შეერთებულ შტატებთან ასეთი ურთიერთობის პირობებში, რუსეთთან ასეთი მდგომარეობის პირობებში, თან ეს არ არის რაღაც განცალკევებული ფაქტი შეერთებულ შტატებთან დაკავშირებით, ხო? როდესაც შეერთებულმა შტატებმა დაიჭირა პოზიცია უკრაინასთან დაკავშირებით, ისეთი როგორიც დაიჭირა, ევროკავშირმა უპასუხა, რომ მაშინ თუ ეს არ არის შენი ომი, არც ირანში რაც ხდება, ისიც არ არის შენი ომი და ვიცე-პრეზიდენტი ჩავიდა პირდაპირ ბუდაპეშტში. რა პასუხია, ასე ვთქვათ, ევროპული იდეის შეერთებული შტატების მიმართ ეს? მოდი დავიწყოთ საერთოდ ევროკავშირისთვის რას ნიშნავს ეს არჩევნები, იმიტომ რომ ევროკავშირი არის ისტორიული ტრანზიციის ეტაპზე. ის უნდა გადაიქცეს რეალურ გეოპოლიტიკურ აქტორად. გეოპოლიტიკური აქტორი ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ გადაწყვეტილების მიღების პროცესი უნდა იყოს ერთსულოვანი. ანუ ევროკავშირმა თუ მიიღო გადაწყვეტილება, ის უნდა ახსოვდეს. აქამდე საგარეო პოლიტიკაზე უმრავლესობა ევროპის ქვეყნების იყო ერთ აზრზე, ორბანი, ფიცო და კიდე რამდენიმე ადამიანი იყვნენ ან განსხვავებულ აზრზე. ხო, ფიცოზე ჩვენ მაგალითად სლოვაკეთის პრემიერზე ვერ ვიტყვით, რომ ის არის ანტიევროპელი, ის არის ოპორტუნისტი, ის არის ადამიანი, რომელსაც ძალიან უნდა ძალაუფლების შენარჩუნება, მაგრამ ის არის ევროპული სივრცის ნაწილი და ახლა ორბანი რომ გაქრა, ის გახდება, მე მგონია, რომ ერთ-ერთი ყველაზე პროევროპელი, ვინც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ. ასე რომ ორბანი ბლოკავდა თლიანად ბლოკის მიერ მისაღებ გადაწყვეტილებებს და ორბანი ბლოკავდა ევროკავშირის გარდაქმნას რეალურ გეოპოლიტიკურ აქტორად. შესაბამისად, ეს არის მართლაც
მიწის ზრვა მოხდა. ანუ ფიცოს ადვილად მოერევიან ძალიან მარტივად. მორევაც არ არის საჭირო. თვითონ დაყვება ამ ნებას. მე ძალიან მიყვარს ამ მაგალითის მოყვანა. ფიცო ჩავიდა ვაშინგტონში, შეხვდა ტრამპს. მეორე დღეს გამოვარდა ვაშინგტონიდან, სასწრაფოდ მივარდა ბერლინში და თქვა, რომ მე თქვენკენ ვარ, მეგობრებო, მოდით ვიმეგობროთ, ყველაფერი კარგად იქნება, ევროპა ძლიერი უნდა იყოს. ძალიან დიდი მადლობა, უბრალოდ ბოლოს ერთ შეკითხვას მაინც დაგისვამთ, ვიდრე დაგემშვიდობებით. მოსალოდნელია თუ არა, რომ უნგრეთი მართლაც დაიწყებს სწრაფ რეფორმებს, კანონის უზენაესობის მიმართულებით ზოგადად რეფორმებს, იმიტომ რომ მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს არის ევროკავშირის ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა, რომელიც დამოკიდებულია ევროკავშირზე, დიდწილად და დღეს ფონ დერ ლაიენის განცხადება ძალიან საგულისხმო იყო, რომ ამ რეფორმებს გაატარებთ, კანონის უზენაესობას აღადგენთ, ევროკავშირის პრინციპებს დაუბრუნდებით, მაშინ მიიღებთ ფინანსურ რესურსებს. პრაქტიკულად პირდაპირ თქვა ეს ევროკომისიის პრეზიდენტმა. ასე რომ ეს იძლევა თუ არა მყარ საფუძველს ვიფიქროთ, რომ ძალიან სწრაფად მოუწევს მადიერს გადაწყვეტილებების მიღება. კი და მადლობა ღმერთს, მან მიიღო კონსტიტუციური უმრავლესობა, შესაბამისად იმ ორბანის deep state-ის ამოძირკვა, რომელიც არსებობს უნგრეთში, 16 წლის განმავლობაში ნაშენები იქნება შედარებით უფრო გამარტივებული. ჩვენ ნახეთ პოლონეთში რა მოხდა, სადაც მართლმა კოალიციამ გაიმარჯვა, მაგრამ საკონსტიტუციო უმრავლესობის გარდა და ამას მოყვა ძალიან დიდი პროცესი, რომელიც დღემდე მიმდინარეობს. უნგრეთში მადიერს აქვს სრული ბლანში, მას აქვს საკონსტიტუციო უმრავლესობა და ძალიან მალე დაიწყებს ამ სიღრმისეულ რეფორმას. მაგალითად, ის უკვე გაწევრიანდა საერთო ევროპის პროკურორის მექანიზმში, რომელიც არის უმნიშვნელოვანესი იმისთვის, რომ აღადგინონ ქვეყანაში კანონის უზენაესობა. ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. გიორგი მელაშვილი, ევროპულ-ქართული ინსტიტუტის ხელმძღვანელი იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ემიგრანტები ხმის